სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ძმარო და დანო, დღეს ჩვენ ალბათ ისევ იმოვიხილავთ საქართველოში ამ მოვლენებს ანალიზს გავუკეთებთ და იმ თავდება კიდევაც 2024 წელი. ამ წელს საოცრებელი მოხდა. ჩვენ ხედავთ, რომ ანტიქრისტიანული ძალები როგორ ებრძვიან საქართველოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ისტორიიდან როგორც ყოველთვის ისინი შინ იპოვნიან და იპოვეს კიდევ. ჩვენი მტრები, შიდა მტრები, როგორც დიდი მწერალი ჩვენი კონსტანტინე გამსახურია ათქმევინებს მეფე გიორგის, რომ ჩვენში მოღალატეების ჭარბობენ ერთგულებს პიპაო როუნება თავის შევდომს, მაგრამ მადლობა მერცო დღეს ისია მოწყობილი ეს ყველაფერი, რომ მოღალატეები ვერ სჭარბობენ ერთგულებს. მაგრამ ნუ აქ იგულისხმება ისო ბევრია ესე, ვინც საქართველოს ღალატობს პირადი ინტერესების გამო. მე საერთოდ ვერ გებულობ რატო არის ეს დაძაბულება, რატო შეიქმნა. ნუ გებულობ იმით, რომ ანტიქრისტიანული ძალები ურევენ, ფულს იხდიან, ამ ფულს იღებენ ყველანი ეს აბსოლუტურად. აბა როგორ შეიძლება ქართველმა კაცმა რადიკალური ოპოზიცია წარმოიდგინა, როგორი მოღალატეები არიან, რომ მზად არიან კაც და კაცს მივიღებთო კონსტიტუციაში, ოღონდ ჩვენ მოგვიყვანეთო და მიიღალ ხელი აქვს მოწერილი, რომ კაცი და კაცი შეუძლება ამას გააკეთებ ისინი თუ მოვიდნენ, მაგრამ ღმერთმა უქმეს ვერასოდეს ვერ მოვლენ ისინი ჩემოძვირფასები. უშინ ტელეპირველმა გამოაცხადა, გადაიკეტა ყველა გზები და დამთავრდა და მორჩა და დაინიშნება ახალი არჩევნები და აღარ არის აქეთა სანაპიროც გადაკეტილია, იქითაც ხიდები გავსებულია და მეთქი რა ხდება, კი მივხვდი რაღაცოები. წავედი ჩავხდა ტელევიზორის, თარიღია ხიდები, დადის ბაქანები, ერთი ხალხი აქვს რაღაცა და ჯაჭვის და რაღაც. მოკლედ, ჩემოძვირფასები. არ გამოვა, იცოდა რომ საქართველო არ დამარცხდება. და თუ გამოსვლა იქნა საჭირო, აი ხიდებს, ქუჩებს, ჩიხებს და ყველაფერს რომ გავავსებ, აი მერე ნახავენ და დაინახავენ ვინ უჭერს მხარს აი იმ ცუდ იდეებს. მაგრამ ეს ჯერ არ გჭირდება. იმდენად ოდიშდენ დაგშმორებული არიან, რომ ამის საჭიროება არ არის და არც იქნება, მე ასე ვფიქრობ. აპოკალიფსში ჩვენ უკვე წავიკითხეთ ფილადელფიის ეკლესიას. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი განმარტება შეიძლება მივცეთ ასე, რომ უფალი ამბობს, იმ დროს როცა მთელ მსოფლიოში იქნება გასაცდელი, ანუ აბა ეხლა დღევანდელ ამბავს ეხმიანება ძალიან, მაშინ მე ჩემო ფილადელფია, ანუ შეიძლება თქვა ჩემო საქართველო მაშინ დაგეხმარები, რადგან შენ ჩემი სიტყვა მიიღე, არ ვარყავ და არ დაივიწყე ჩემი მოძღვრება. აი პირდაპირ წერია, წაიკითხე ჩემო ძვირფასებო და ნახავ. ასე რომ ჩვენ გვაქვს ღმერთის იმედი, არასოდეს არ გქონია სხვა რამის იმედი, სულ ღმერთის იმედი გვაქვს. კიდე გიმეოროთ, გადახედეთ ისტორიას, როცა ჩვენ განადგურების პირას ვიყავით მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალის დროს, როცა მაზდიანული იმპერია, მაზდიანული ირანი, სპარსეთი მოადგა საქართველოს და ვის უნდა გადავერჩინეთ ახლა ჩვენ? ვის უნდა დამთავრებული იყო ყველაფერი, მაგრამ ნახეთ, აითვალეთ ვახტანგ გორგასალის მე-5 საუკუნეში და აიხეთ დღევანდელი დღე. 90% მართლმადიდებლები არიან, 90% ეკლესიას უჭერს ხარს. მიუხედავად იმის ამ გლობალურ სიტუაციისა, ნახეთ ლონდონი, ინგლისი ხო იცი რატო გამოვიდა ევროკავშირიდან? გამოვიდა იმიტომ, რომ ევროკავშირში რო შეხვალ, გაქვს უკვე აღებული ისა რა ქვია
მეთქი შენ ვალდებული ხარ უკვე რომ ყველა რაც გადატრიალებები სოფიოში და საფრიკაში და იქ მოხდება და აქ მოხდება მუსულმანურ ქვეყნებში ყველა ტოლილი უნდა მიიღო პროპორციულად რა თქმა უნდა ინგლისი უფრო ბევრს მიიღებდა მაგრამ საქართველოსთვის ბევრია ჩვენთან უნდა 3000 სირიელის შემოშება ეხლა ევროკავშირში ჩვენ ვიყო აქ 3000 სირიელი მოვა ქართველი კაცი საქართველოს ყოველთვის რა თქმა უნდა გაჭირებულ კაცს უშვებდა ყველას ხო სომხები ჩვენ გადავარჩინეთ ოსები ჩვენ გადავარჩინეთ აფხაზები ჩვენი გადარჩენილია მე ვამბობ ვინც ეთნიკურად თulis აფსუებს თორე აფხაზეთი საქართველოს და აფხაზები ქართველები ყველა ჩვენში მივიღეთ და შევიფარეთ მაგრამ ეხლა ესე უაზროთ შემოძვირფასებო რომ ის მუსულმანები ეგერ მიიღონ იქ მილიარდელები რო არიან და ისეთი ქვეყნები აქვს ხო იქ იმან მიიღოს ჩვენ რატომ უნდა მიიღო ხო ჩვენი ინტერესები გვაქვს ხო ჩვენი ეროვნული ხო ასე რომ შემოძვირფასებო მიუხედავად გლობალიზაციისა საქართველოს დაფარულია და ისევ 90% აქ მართლმადიდებლები არის მიუხედავად იმისა რომ აღარ უბრალდებით მიუხედავად ამისა რაღაც სასწაული ღვთის უდიდესი სასწაული რაღაცა ორი წლის უკან შეიძლება ერთი წლის უკან კი არა ეხლაც რამოდენიმე თვის უკან უფრო სწორად ზაფხულში მე ვკითხულობდი პარაკლისს და მე წავიკითხე სახარება მათეს მიათე თავშია რამე თუ აღსდგენ შვილნი მამა დედათა ზედა მე ვფიქრობდი კაცო აღსდგენ შვილნი მამათა და დედათა ზედა ეს არ ძველად რო იყო ალბათ მოუხებ თორე ისეც აჰა ჩემო ძვირფასო აგერ ხედავ ჩვენ შვილები აღსდგენ მამა დედათა ზედა აღსდგენ მე კიდე ვამბობ რომ ეს არის იმის ბრალი რომ ახალგაზრდები რელიგიურები არ არიან თქვენ წარმოიდგინეთ რამდენადაც არ უნდა გიკვირდეთ და ვითომ განათლებული ხალხია იქ გაუნათლებლობას აკაკი აი მე გეუბნები თქვენ ვინც იცის საქართველოს ისტორია ხო თქვა განათლებული ახალგაზრდებით განათლებული მათ თუ საქართველოს ისტორია იციან განა რომ იცოდნენ დარწმუნებული ვარ რომ არ იციან ელემენტარულ დონეზეც არ იციან იმიტომ რომ ამას გააკეთებდნენ რასაც ესენი აკეთებდნენ როგორი მშვიდობა გვაქვს როგორ არის ეს ყველაფერი რამდენი ადამიანი ტურისტებით პულს ჭამდა რამდენი ადამიანი ფეხზე დადგა ეხლა ვინ ჩამოვა ნუ იმედია დაწყებდება და ჩამოვლება ეხლა ვინ ჩამოვა სულ ჩაიშალეს ზამთრის ხო ამას გააკეთებდა ნორმალური ადამიანი და მე რისთვის მე საერთოდ ვერ მოვდივარ არზე და ერთი დასკვნა მაქვს ნუ კაი ბავშვები აი დიდები ვინც დგან მხოლოდ შური მეტი არა სხვა დასკვნა ვერ გამომაქვს საერთოდ ფული იმათ აქვს სახლები იმათ აქვს აგარაკები იმათ აქვს შეუძლია პარლამენტში წავიდნენ რატო აღარ რჩება შური მეტი არაფერი რომ ერთადერთი რაც აკლია ძალაუფლება და ისეც უნდა გამიგე ჩემო ძვირფასებო მე დღეს ახლა ჩვენ ყველანი დაძაბულად ვარ დღეს რა მოხდება იმედია ყველაფერი კარგად მოხდება ყველაფერი კარგად ჩამთავრდება მაგრამ თან ნახეთ ღმერთი როგორ გვამხიარებს როგორ ისე მოეწყო ყველაფერი დღევანდელი დღე რა თქმა უნდა იმედია რომ მშვიდობიანად ჩაივლის რაღაც იუმორისტულ იმაში ვარ რა ხო ყველა საინტერესებს იქ სალომეს ბულდოზერით გამოიყვანენ თუ რას იზამენ და საინტერესო საინტერესო გამოსულა გამოსულა თავისით გამოვიდა თუ ბულდოზერი ოჩახ საერთოდ ქალი ასოცირდება დედასთან ქართველი კაცისთვის და აი მიჭირს მაგრამ როგორ შეიძლება ესე ამ ქალს მოკლედ ჯერ ვიტყვი და მე როგორც დედას მოვეფერე ერთი იყო ზღაპრებში და მითოლოგიაში ჩვენ ხედავდით ქალის
ანტიქალის, აი ისეთ ქალებს, რომლებიც ღალატობდნენ სამშობლოს, ყველაფერს, ჯადოქარ ქალებს, მედია, რომელიც კლავს თავის ორ შვილს და ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ტყუილია, ალბათ მე დაამატეს ბერძნებმა და ასე შემდეგ. აჰა, შვილებს და საქართველოს კლავს ეს ქალი. საქართველოს მტერია ეს ქალი. და როგორც სალომია ცეკვავდა იროდეს წინაშე და მე მოითხოვა იოანე ნათლისმცემლის თავი, ესევე სალომე ცეკვავს ევროპის წინაშე და ითხოვს საქართველოს თავს. საქართველოს თავის მოჭრას. იმიტომ რასაც ის ითხოვს, ეს არის საქართველოს თავის მოჭრა. ჩვენ არ შეგვიძლია ამას დავთანხმდეთ, ჩემო ძვირფასო. ჩვენ მართალია გვინდა ევროპა, რომელ ნორმალურს არ გვუნდება, ყველაზე კარგი სივრცე არის ევროპა. თავისი ყველაფერი, ხო რაღაცა გინდა გერმანული გინდა იგდო, რაღაც გინდა სამშენებლო გინდა რა ყოველთვის თურქულს ჯობია და აზიურს და რუსულს ჯობია ევროპული. რა თქმა უნდა, წამალი გინდა და ყველაფერი. ამ კუთხით რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა ევროპა, მაგრამ ის რომ ევროკავშირში შემოხვალ, თუ კაცი კაც მოიყვან, ცოლათო და თუ ბოდიში და კაპიტალისტებითო და თუ შვილებში უნდა ბავშვებში უნდა შევიტანოთ სექსუალური აღზრდაო, ესე იგი ჩვენი შვილებიც უნდა გავყვნათო და კიდევ ის რომ გეებს რომ დააქორწინებთო, შვილებიც უნდა აიყვანონ იმათო, როცა უამრავი მაგალითი ყავს ეს გეები აყვანილ შვილებთან თვითონ რუშობე ვაიმე დედა და პარიზი ყველაზე თქვა ჭყალებში თუ ჭყალებოდ ზნეობრივად ყველაზე გაბუჭებულ ქალაქში აი ამის გამო როცა მიიღეს რომ გეებს უნდა აეყვანათ შვილი პარიზში 2 მილიონი კაცი გამოვიდა ამის წინააღმდეგ. გამიგე ჩვენ აი გვატყუებენ ჩემო ძვირფასებო, თორე ნამდვილი ევროპა არის ეს, აი ეს 2 მილიონი რო გამოვიდა პარიზში, იტალიამ რო ვარი თქვა საზღვრობაზე, აგერ ავსტრიაში რო იმარჯვებს იქაური ლევან ვასაძე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გამიგეთ, ინგლისი ევროკავშირიდან გამოვიდა და ასე შემდეგ. ასე რომ არ შეშინდეთ. ევროპაში ჩვენ ვერავინ ვერ აგვიგზავნოს წასვლას, მოსვლას და ასე შემდეგ. ეს მარტო გვატყუება. და ამას კიდე საქართველოს არ მიიღებს. და იმ ოპოზიციას, როგორ რადიკალურს, იმიტომ რომ არის ოპოზიცია, რომელსაც ამისთვის ხელი არ მოუწევია დავით არხანმოურავი, ილია ესა, ლევან ჩაჩუა და სხვები აი ვინც გაერთიანდნენ ალტიფოს ხალხი და იაგო და ასე შემდეგ. ამაზე არ ამაყნა ლაპარაკი. აი იმაზე, ვინც გაყიდა საქართველოს ჩემო ძვირფასო. და ვინც აგულიანებს და ვინც სისხლის ზღვაში უნდათ რომ აბანავოს საქართველოს. დღეს ემოციური ვართ, მაგრამ ჩვენ ხო კიდევ ერთი მეშინია დამაბულინგებენ და ამიტომ ხმას არ ვიღებ არ ხვენია საქართველოს იღუპება რა დროს ვინ უნდა დაგაბულინგოთ? ვინ? ოდიოზურებმა? აღარ მიდეხი სახელების და ჩამ ის თუ შენზე ცუციფლის ეს შენი მართლა ჯილდოა ჩემო ძვირფასო არ ცხენია დაგაბულინგებს ოდიოზური ვიღაცა იდიოტები და დაგლოცავს მთელი საქართველოს ჩემო ძვირფასო. ეხლა არაადეკვატურ ბუღაძეს წითელკუდა ნესტანის და კიდე ვიღაც ანუ რა ქვია ნინია კაკაბაძეს და მართლა ოდიოზურ ფიგურებს ღმერთმა დალოცავს ისინი საქართველოს არ მოусმის. საქართველოს არის ვაშკაცების ქვეყანა. აი დღეს არის ძველი აღთქმის მამათა ცხოვრება. ისა ხსენება. იაფთაე იყო ესეთი მსაჯული ვაშკაცი კაცი რომელიც გააძევეს ისრაელიდან, იმიტომ რომ არაკანონელი ხარო, მეძავიშვილი ხარო და ძმებმა გააძევეს. წარმოიდგინე და წავიდა ეს კაცი შეკრიბა კაისრაელიტელი ვაშკაცები და ისეთი ჯგუფი გააკეთა, რომ ტრებს ებრძოდა და გამარჯვებაზე მოიპო. და როცა ისრაელს გაუჭირდა და საომარი მდგომარეობა შეიქმნა, ვაშკაცები არ ყავდათ და იაფთაეს დაუჩოქეს და მის რაზმს შემოდითო და ვიშველეთო და შემოვიდნენ და უშველეთ. ვაშკაცები გადაარჩეს დღეს საქართველოს. ვაშკაცები და არა გეები და ლესბიянკები და კიდე 1000 საზიზღრები ჩემო ძვირფასო. ვაშკაცები მაგენ დაიცავენ საქართველოს. ვაშკაცები და მიულოცოთ აგერ ვაშკაც კაცს რომელიც პრეზიდენტი გახდა. მიხეილ ყაველაშვილს მიულოცოთ. იმიტომ რომ ვაშკაცმა უნდა ჩაიბაროს ეს საპრეზიდენტო პოსტი.
მე აქ კიდე ჩემებურად უყურებ თქვენ იცით როგორ მიყვარს გრიგოლ ხანძთელის დალოცვა. მე ვიცი რომ ყაველაშვილების გვარი მოდის ბაგრატიონებიდან. ყაველაშვილის ცოლი არის ბაგრატიონი. უწმინდესი არის დედით წარმომავლობით ბაგრატიონი. მეუფე შიო არის დედით ბაგრატიონი. ის მეფე ვინც მზადდება გიორგი ის რა თქმა უნდა ბაგრატიონია და ბაგრატიონი იქნება ნახე რამდენი ბაგრატიონი შეიკრიბა და გავიხსენოთ ისევ გრიგოლ ხანძთელის დალოცვა. დიდო აშოტ კურაპალაცოვნება დიდი დავით წინასწარი მეტყველის თანამომავალი კურთხევა მისი თისა და მისი ყოველი კეთილი მოხერხება ესე იგი რაც უნდა დავით იყოს შენზე შენს შვილებზე და შთამომავლებზე უკუნითი უკუნისამდეო და აბატონო 2024 წელი და რამდენი ბაგრატიონი დავასახელე დღეს აი გრიგოლ ხანძთელის კურთხევა და მისი აღსრულება. მე მგონი ამ ნოტაზე დავამთავრებ, მაგრამ ერთი რამ მინდა კიდევ თქვა, რომ გამოდიან ტელევიზიით და იმიჯს უქმნიან, რომ ის აი ეხლა იქო დგანანო ახალგაზრდებიო განათლებულები და აქეთ ერთმანეთს ეკლესიაშიო სულ გამონათლებლები არიან. იქით განათლებული და ერთი ქალი გამოვიდა ეილერკა მე მგონი და გამოვიდა და თქვა ნახეთ რა ხდება აქეთ რა განათლება არის ნახეთ პროვინციალიზმი ჩემზე აგ რა განათლებაო აქო ყველა ინგლისურად ლაპარაკობს ეს ისეც არც ის რომ დღეს ყველა ინგლისურად ლაპარაკობს საქართველოს საერთოდ ინგლისური ისწავლება და არა რუსული ამიგე ძველი ახსოვს ხო და რა ხელა მართლა გაუნათლებლობა და ის საწყალი გოგო დალოცვას ერთად რამდენი გულანცხა ბლები უციგნურები გაუნათლებელები არიანო შოთას სიტყვებს მოიშველებო კეთილსა ძლია ბოროტმა არსება მისი გზელი აუგნია ერთად საწყალი დღეს მიაქციეთ ყურადღება გამეორება იქნება ჩემი ობიექტივში გამოდივარ მე ამ კუთხით მოვიგონე ერთი ამბავი და ნახეთ დღეს ვის ნახევარზე მე მგონი 7-ის ნახევარზე თუ ვის ნახევარზე განმეორებითი ჩვენება იქნება ეს ამოჭრეს საპატრიარქო არხებად წაიღო და ბევრმა და ძალიან დიდი ნახვები აქვს ნუ იმათ შეიძლება სხვადასხვა მოეწონათ მაგრამ იქ აზრი მაქვს მე ჩადებული ნახეთ უპატივცემულო გოგონა რომელმაც პატივი არც ამდეს რა დაემართა ეს ნამდვილი ამბავია მე გადამხდა და აი ახლა ეს მეორე რომელიც მოიხსნა არა ეხლა რა მოიგიყოთ კაცო თქვენ ჩემო ძვირფასები მინდა დავამთავრო დიდი პოეტის მუხრან მაჭავარიანის ლექსი დიდო კოლხეთო დიდო ქართლო დიდო შამქორო ვერ დაგვადუნონ ვერ დაგძლიონ თუნდაც ჩაქოლო ჩვენთანაც მაგრამ ცოტა გაიხარეთ. ამინ. მიჩემო დიდი ჯვარი